ქრისტიანული იდენტობა წარმოუდგენელია იმ ფესვების გარეშე, რომელზეც ის აღმოცენდა. როდესაც ადამიანი თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს და ამავდროულად ებრაელ ხალხს ლანძღავს, ის საკუთარ რწმენასთან და ისტორიასთან მოდის ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში. წამით შეჩერდი და თვალი გაუსწორე იმ ხატებს, რომელთა წინაშეც ყოველდღე მუხლს იყრი. დაფიქრებულ ხარ, ვის წინაშე ანთებ სანთელს? შენი ბაგეები ლოცულობენ მათზე, ვისაც შენი გული ვერ იტანს. ეს ხომ საკუთარი სულის წინააღმდეგ წასვლაა. ტაძარში შედიხარ, იოანე ნათლისმცემლის ხატს მუხლმოდრეკილი ევედრები, რომლის გარეშეც ნათლისღების საიდუმლო წარმოუდგენელია. ის იყო ებრაელი მღვდლის, ზაქარიასა და ელისაბედის შვილი. თუ იოანე ნათლისმცემელი შენთვის წმინდანია, მაშინ როგორღაა შენთვის საძულველი ის გენი, რომელმაც ის შვა? გაუგებარია შენი ლოგიკა. ეკლესიაში შედიხარ, 10 მცნებას პატივით ეპყრობი და არ გახსოვს, რომ ისინი მოსემ, ებრაელმა წინასწარმეტყველმა სინას მთაზე მიიღო უფლისგან. ქართველი კაცისთვის განსაკუთრებით წმინდა ანდრია პირველწოდებული, სვიმეონ კანანელი და მატათა. სწორედ ამ ებრაელებმა დატოვეს გალილეის ნაპირები და პირველებმა შემოიტანეს ქრისტეს ნათელი ჩვენს მიწაზე. მათ გარეშე ჩვენ დღეს სხვა რწმენისა ვიქნებოდით. მათი ლანძღვა იმ ღვაწლის შეურაცხყოფაა, რომელმაც საქართველო ქრისტიანულ სამყაროს დაუკავშირა. დაფიქრებულ ხარ, რომ სახარება, რომელსაც კითხულობ, ებრაელების დაწერილია. ეკლესიაში ყოველი ფსალმუნის კითხვისას შენ დავით მეფის სიტყვებს იმეორებ. საქართველოს ქრისტიანული ისტორია იწყება მცხეთელი ებრაელებით. ელიოზმა ჩამოიტანა იერუსალიმიდან უფლის კვართი, ხოლო მისმა დამ, წმინდა სიდონიამ, ის გულში ჩაიკრა და მასთან ერთად დაიმარხა. სვეტიცხოველი ჩვენი ერის სულიერი ცენტრი სწორედ ებრაელი ქალის, წმინდა სიდონიას საფლავზეა აღმართული. ის არის სიმბოლო უდიდესი რწმენისა და ერთგულების. თუ გიფიქრია, რომ ყოველი სიტყვა, რომლითაც მათ შეურაცხყოფ, შენივე რწმენის საძირკველს ანგრევს. ეს ხომ იგივეა ხეს ეფერებოდე და მის ფესვებს წყევლიდე. განსაკუთრებით დაფიქრდი, როცა ელია წინასწარმეტყველის ხატის წინ იდგები. თეზბიტელი კაცი იყო ის, ვისი ლოცვითაც საიხსნებოდა და იხურებოდა. გჯერა მისი ზეცად ახტაცებისა, მაგრამ გავიწყდება, რომ ელია ამ ერის სისხლი და ხორცია. როგორ შეგიძლია პატივს მიაგებდე მას და ამავდროულად წყევლიდე იმ გენს, რომელმაც ასეთი ზეციური ადამიანი შვა. პარადოქსია, მაგრამ მათ, ვისაც შენ ბოროტ ებრაელებს ან სიონისტებს ეძახი, მაგალითად ისეთ პერსონებს, როგორიცაა ეპშტეინი და მსგავსნი, ხშირად გენეტიკურად საერთოდ არაფერი აკავშირებთ ნამდვილ ებრაულ მოდგმასთან. ისინი არ ატარებენ იმავე J2 გენეტიკურ კოდს, რომელიც არის მათ შორის ებრაული წარმოშობის. ახლა კი მივდივართ ყველაზე მტკივნეულ წერტილამდე. რატომ ლანძღავს ადამიანი იმას, ვისაც ეთაყვანება? პასუხი ხშირად შენშივეა. ალბათ იმიტომ, რომ თავად გააქვს ის ებრაული გენი. ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ადამიანი ყველაზე მეტად იმას ვერ იტანს სხვებში, რაც საკუთარ თავში ზძულს ან რისიც ეშინია. ყველაზე დიდ აგრესიას სწორედ ის იწვევს, რაც ჩვენი ნაწილია, მაგრამ მისი აღიარება გვიჭირს. ხშირად ყველაზე მძაფრი ანტისემიტიზმი სწორედ მათშია, ვისაც ებრაული წარმომავლობა აქვს. მეცნიერება ადასტურებს, რომ ის გენეტიკური კოდი, რომელსაც წინასწარმეტყველები ან წმინდანები ატარებდნენ, დღეს სწორედ იმ ხალხის ძარღვებში ჩქეფს, ვინც ამ სიწმინდეებს იცავს და არა მათში, ვინც ამ სახელით ბოროტებას თესავს. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი, არს და იყოს.